მოგესალმებით შუადღე მშვიდობისა. დღეს არის 6 თებერვალი და რაღაცნაირად შეგრძნება მაქვს ასეთი რომ ძალიან ნელა გადის თითქოს დრო. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი რამე ხდება, ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები, ძალიან დიდი ცვლილებები არის ქვეყანაში, მაინც ვფიქრობ რომ ძალიან ნელა გადის დრო. 71 დღე არის დღეს უწყვეტი პროტესტისა რუსთაველის გამზირზე. 25 დღე არის რაც გრძელდება მზია ამაღლობელის შიმშილობა, მე-20 დღე არის თემურ ქათამაძე შიმშილობს. გუშინ ლაშა ჭკვიმიანმა შეწყვიტა შიმშილობა, დმანიში ძალიან ბევრი ადამიანი ჩავიდა და მისი შიმშილობას თითქოს ერთგვარი განაცხადი იყო იმისა, რომ დროა რომ რეგიონებში მოსახლეობამ ადამიანებმა გაიღვიძონ და თავისი ხმა უფრო ხმამაღლა და უფრო გაბედულად თქვან იმის შესახებ, რომ არ შეიძლება შეეგუო ასეთ რეჟიმს და ასეთ ცხოვრებას, რომელსაც გვთავაზობს ჩვენი ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. დღეს ეთერშიც მარტო მიწევს ყოფნა, იმიტომ რომ სანდრო მოგეხსენებათ, რომ იურისტია და ის რაღაცა პერიოდის განმავლობაში შედის ხოლმე საკანში რეჟიმის პატიმრებთან და დღეს სანდრო ანდრო ჭიჭინაძესთან იქნება შესული. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ძალიან ბევრი წერილი შეტანა მოუწევს ანდროსთვის, იმიტომ რომ ეს წერილებიც გამოცდილება გვიჩვენებს ერთგვარი წამალი არის ხოლმე ჩვენი რეჟიმის პატიმრებისა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი თბილი სიტყვა იყოს და ის თანადგომა და თანაგრძნობა, რომელიც არსებობს გარეთ, მათ ეს აუცილებლად უნდა იგრძნონ იქ. ხო, უცნაურ გარემოში გვიწევს ცხოვრება, პარალელურად რაღაცა გაუგებარი და უცნაური კანონები, რომელსაც არიშურებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და ამ კანონებს რაღაცა ელვისებული სისწრაფით ავრცელებს. ეს კანონი ხშირად ახსენებენ ხოლმე დრაკონული კანონიო, ასე ეძახიან პოლიტიკოსები ამ კანონს და მე ვფიქრობ, რომ ამ კანონსაც რაღაცნაირი სწორი სიტყვა უნდა დავარქვათ ხოლმე, რომ საზოგადოებამ ზუსტად აღიქვას საშიშროება ამ კანონების. აი ზუსტად უნდა მოვძებნოთ ის სიტყვა და ის გზავნილი, რომელიც აღწერს ზოგადად ამ კანონების შინაარს, რაც ქართველისთვის მიუღებელი და წარმოუდგენელი. არ ვიცი, მაგალითად ვფიქრობ, რომ ეს არის მორჩილების კანონი, რომელიც აიძულებს საზოგადოებას, რომ მორჩილებაში იყოს და ეს მორჩილება თვითონ რამდენად საშიში არის ზოგადად საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ამის გამოცდილება სამწუხაროდ გვაქვს. მოკლედ, ჩემი მონოლოგიც რაღაცნაირ წერილის წერას დაემსგავს ალბათ. ესეც იმისი ბრალია, რომ ძალიან ბევრი წერილების კითხვა მიწევს 20-იანი, 30-იანი წლების რეპრესირებული ადამიანების და ძალიან ბევრ საერთოს პოულობ დღევანდელ დღესთან და ყველაზე ესეთი ნიშანი და გამაერთიანებელი და ყველაზე საშიში ჩემთვის ამ ყველაფერში არის ის, რომ ის ადამიანები თავის მოგონებებში წერენ, რომ არავინ არ ელოდებოდა ამას, რომ ეს ოდესმე მათ თავს მოხდებოდა და ეს ასე მოხდა. ამიტომ ეს ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ თუ ხმა არ ამოვიღეთ და ჩვენ თუ შევეგუეთ ამას, ჩვენ თავს ეს აუცილებლად მოხდება და ამის უფლება მოკლედ არ უნდა მივცეთ არც საკუთარ თავს და არც ჩვენს ასე ვთქვათ მტერს. გადაცემის პირველ ნაწილში ადამიანის უფლებათა იურისტი იქნება ჩვენთან ერთად ხათო კვინცხაძე. მოგესალმებით ხათო. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ მზაკრულ და მორჩილებულ კანონებზე, რომელსაც არალეგიტიმური ხელისუფლება გვთავაზობს. მათ შორის სხვა კანონებთან ერთად ერთ-ერთი არის სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და ასე ვთქვათ, როგორ ზღუდავენ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება პროტესტი გაუჩნდეთ, მოუნდეთ მათ ქუჩაში გამოსვლა და მათ ამის უფლება აღარ ქონდეთ. როგორ უნდა შევუთანხმოთ თურმე ძალიან საინტერესო ფრაზა არის აქციის, ესე იგი გაჩნდა ახალი, ხო, აქციის ორგანიზატორები ვალდებულნი არიან სპონტანური აქციის დაგეგმვის შედეგად სახელმწიფოს აცნობენ. სპონტანური როგორ უნდა დაგეგმო, რაღაცა აბსურდში მოდის ეს ორი სიტყვა ერთმანეთთან და ასევე დახურულ სივრცეში, ვთქვათ, პლაკატების და ასე ვთქვათ, მათ საწინააღმდეგო გზავნილების გაჟღერებაც კი გვეკრძალება. რას მიუთითებს ეს ყველაფერი? დიახ, ეს დაგეგმილი ცვლილებები შეტანილი იქნება დაჩქარებული წესით და სახალხო დამცველმა მოითხოვა ამ საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება ვენეციის კომისიაში, თუმცა ალბათ არ დაელოდება ხელისუფლება ამ ასე ვთქვათ შეფასებას, იმიტომ რომ იციან, რომ ის იქნება უარყოფითი და გაიცემა რეკომენდაცია, რომ არ იქნეს მიღებული ეს ცვლილებები. რაც შეეხება თვითონ ამ ცვლილებებს, ეს არის ძალიან ფართო შეზღუდვები და შედის ცვლილებები ეხება სისხლის სამართლის კოდექსს, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს და შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონს და მთელი რიგი
ასე ვთქვათ, გამოხატვის ის ქმედებები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება და ევროპული კონვენციით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაცულია გამოხატვის თავისუფლების უფლება. და კონსტიტუციაშიც გვიწერია ეს. თითაც ხდება კრიმინალიზებული და ითვლება სამართალდამყარად. და არამედ რომ ეს იყოს იზოლირებული და უნდა შევხედოთ ამ ცვლილებებს, როგორც ხელისუფლების ასე ვთქვათ, ტაქტიკას და სტრატეგიას, რომ როგორღაც ჩაახშოს ეს პროტესტი და ჩვენ ისინი ეს არის დამახასიათებელი ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომლებიც და ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ხელისუფლება რაღაც ახალს არ იგონებს, ხო? ეს უკვე ვნახეთ რუსეთის შემთხვევაში, როგორ დამყარდა და გაფორმდა იქ სრულად კონსოლიდირებული ავტორიტარიზმი და ამას უწოდებენ ხშირად, ესე ვთქვათ, ლეგალურ რეპრესიებს, ხო? და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ხშირად მიმართავს ეგრეთ წოდებული კანონების შემოტანით ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, ლეგიტიმური საფუძველი მისცეს რეპრესიების განხორციელებას და ჩვენს ცნობიერებაში, საზოგადოების ცნობიერებაში დაამკვიდროს აღქმა, რომ ეს არის ასე ვთქვათ, მიუღებელი დასჯადი ქმედება და როდესაც ჩვენ ვაპროტესტებთ რაღაც ამგვარ შეზღუდვებს, ხო? ისინი გაუბნებიან, რომ ეს კანონით არის გათვალისწინებული, ხო? და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ კანონი დავარღვევთ, ვართ სამართალდამყარი და ამიტომ გავდივართ დაშვებული ქმედებების არეალიდან, ხო? და ამიტომ აქვს გამოყენების უფლება, ასე ვთქვათ, რეპრესიული მექანიზმების გამოყენების უფლება. და რატომ იყენებენ რეპრესიული რეჟიმები, ასე ვთქვათ, ავტორიტარული რეჟიმები ასეთ ცვლილებებს? იმიტომ რომ იციან, რომ ასე ვთქვათ, ბრუტალური ძალისმიერი ქმედებებით, როგორიც გამოყენებული იქნა ნოემბერსა და დეკემბერში თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ თბილისის და სხვადასხვა ქალაქებში, ისინი ვერ იღებენ ლეგიტიმაციას საზოგადოებისგან, რომ ესეთი ქმედებები განახორციელონ, ხო? მათ შორის მათ მხარდამჭერებშიც ჩნდება უსიამოვნების და უხერხულობის განცდა, რომ მათ უწევთ, ასე ვთქვათ, სისხლიანი მეთოდების გამოყენება. ამიტომ პროპაგანდას ძალიან უჭირს შემდგომ ასე ვთქვათ, გამართლება იმის, რაც ხდება ქუჩებში, ხო? ადამიანების წამება, არასათანადო მოპყრობა. მაშინ, როდესაც ეს კანონები იწვევს ნაკლებ რეზონანსს, ხო? ნაკლებად რეზონანსულია, საერთაშორისო ყურადღება ნაკლებია და აქვს მსხავი ეფექტი. ანუ მას აქვს ხანგრძლივი მოქმედების ეფექტი. დროთა განმავლობაში ჩვენს ცნობიერებაში შეიძლება თუ მას დავემორჩილებით, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის სრულიად მიღებული, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მაგალითად მარშების საშუალებით ჩვენი აზრის გამოხატვა, ხო? მაშინ, როდესაც მარშები არის ამ პროტესტის, იქ ამ პროტესტის ერთ-ერთი სახედ და გამოხატვის ფორმაა ჩვენთვის, ხო? შესაბამისად, თუ ამ ასე ვთქვათ, ცვლილებებს დავემორჩილებით და ამით მათ ლეგიტიმაციას მივცემთ და მათი მიზანიც ეს არის, რომ რაღაცა ქმედებების, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებაში და მისი კრიმინალიზებით აგვიკრძალონ გამოხატვა და ესე ვთქვათ, როდესაც დაიწყეს მათ ამ ბრუტალური მეთოდების გამოყენება და ამ პროტესტის ჩახშობა ვერ მოახერხეს, შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ასე ვთქვათ, 14 დეკემბერს იქნა მიღებული ცვლილებები, რომლითაც აიკრძალა მაგალითად ნიღბის ტარება, აქციაზე ლაზერების გამოყენება, მარშების შედეგად გზების გადაკეტვა, ასე ვთქვათ, 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა, ხო, 10 ჯერ გაორმაგდა, მაგდა ჯარიმების რაოდენობა, ხო? და ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას, რომ როცა პროტესტის ასე ვთქვათ, სისხლის და ასე ვთქვათ, რეპრესიული ძალიან მკაცრი მექანიზმების ჩახშობა ვერ შეძლეს, მიმართეს უკვე საკანონმდებლო ცვლილებებს და ასევე უკვე დაგეგმილია, მაგალითად, როგორც გუშინ გამოცხადდა, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების მიერ, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ცვლილებები, ხო? ესეც ამ ასე ვთქვათ, სტრატეგიის ნაწილში უნდა განვიხილოთ. და ვთქვათ, რომ ხელისუფლება ცდილობს ამ ლეგალური რეპრესიების საშუალებით ოპოზიციის, მოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების ჩახშობას, ამ მასობრივი წინააღმდეგობის ჩახშობას და ასე ვთქვათ, ჩვენს გაჩუმებას და ცენზურის დამკვიდრებას. ხათუნა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ამ ყველაფერში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ეს საფრთხეც და საშიშროებაც, რომელიც რეალურად შეიძლება მართლა ჩვენი საზოგადოება აღმოჩნდეს, იმიტომ რომ მე არ მინდა რომ წარმოვიდგინო ის სცენარი, როდესაც ეს რეჟიმი რაღაცნაირად გამყარდება ამ ქვეყანაში, მაგრამ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ როდესაც ეს ადამიანები საჯარო სამსახურში იწყებენ მუშაობას და იქ დამსაქმებელთან მათ რა პრობლემა თუ შეექმნებათ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი აბსოლუტურად მარტოები დარჩენიან აი ამ სისტემის წინაშე. იმ დროს, როდესაც არც სასამართლო არ უმაგრებს მათ ზურგს და არც ერთი ადამიანი მათ უკან არ აღმოჩნდება, ვინც უბრალოდ მათ უფლებას დაიცავს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.
ანა შემოგვიერთდა სამწუხაროდ საცობების გამო შეფერხებული იყო მოძრაობა და ამიტომ ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდა ანა მოგესალმებით გაქცეს დაველოდოთ და შემდეგ ანაც შემოგვიერთდება. დიახ, რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოების არსებობა მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ხელისუფლება ვერ მოახერხებს ის კონსოლიდირებული ავტორიტარიზმი არის ჩვენი წინააღმდეგობა ამ პროცესების და რეპრესიების მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია სამართლებრივი დახმარება გაუწიოთ მოქალაქეებს, მათ შორის საჯარო მოხელეებს, რომლებიც ასევე აქტიურად ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ევროპული საგარეო კურსის ცვლილებას და ჩვენი, ასე ვთქვათ, მხარდაჭერის ჩახშობით ისინი შეიძლება რომ მარტო დატოვონ ეს ადამიანები თავიანთი, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის წინაშე, ხო? და უფრო მარტივი გახდეს დამარტოვებული ადამიანების წინა, ასე ვთქვათ, გაჩუმება. როდესაც არ არსებობს სასამართლო კონტროლი, სრულიად დაქვემდებარებულია სასამართლო ხელისუფლების, ანუ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების კონტროლს და მხოლოდ გაფორმების ფუნქცია აქვს, როგორც ნოტარიუსს, ხო? და არანაირი კონტროლი არ ხდება იმის პოლიციელი როგორ განმარტავს რაღაც კანონს, რამდენად პროპორციულად მოხდა რაღაცა, ასე ვთქვათ, ჩარევა უფლებაში, ხო? ამ შემთხვევაში უკონტროლო და შეუზღუდავი ძალაუფლების წინაშე, შეუზღუდავი ძალაუფლების მკვლელი აღმოჩნდება ეს ხელისუფლება და რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები არ ეხება მხოლოდ საზოგადოების აქტიურ ნაწილს. ჩვენ ნახეთ გვაქვს როგორ, ასე ვთქვათ, ებყრობა ხელისუფლება მათ შორის მათ ყოფილ მომხრეებს, რომლებიც ოდნავ კრიტიკულ სიტყვას გააჟღერებენ მათ მიმართ, ხო? ან თუნდაც, როდესაც მათი, ასე ვთქვათ, ქმედებები არ იქნება ისეთი, როგორც მათ სურთ, ხო? შესაბამისად, ეს არ არის ის, რაც მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას აწუხებს, აქტიურ ადამიანებს აწუხებს, ეს ყველას შეეხება და არ დასრულდება მხოლოდ იმით, რომ ეს რაღაც კანონები იქნება მიღებული, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით როგორ გაფართოვდა შეზღუდვების არეალი რუსეთში, ბელარუსში, ეს საჯარო სივრცეებს გასცდა და კერძო სფეროში ჩარავის ფორმა მიიღო, ხომ? მაგალითად, შეუძლებელია ინტერნეტიც, ასე ვთქვათ, თავისუფალი სარგებლობა, როგორც რუსეთში, ეს კონტროლდება ყველაფერი. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სრული შეზღუდვაა და შეხვდები მონურად მორჩილი ყველაფრის, რაც და აღმსრულებელი იმის, რასაც მართველი ძალა პასუხ მოგთხოვს, ხო? და ეს არის რაღაცა, არ ვიცი, აბსურდამდე მიდის ბოლოს ეს საკანონმდებლო ცვლილებები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავიაზროთ ამ საკანონმდებლო ცვლილებების ფართო მიზანი რა არის და ხო, თან მართველი ძალა ვახსენეთ, ეს მართველი ძალაც რაღაცა სახლობანას თამაშივით არის. თითქოს პოლიტიკოსობანას თამაშობენ. რაღაცა თვითონ არიან მარტო რაღაცა გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც თავისი პრეზიდენტი დანიშნეს, ახლა თავისი ოპოზიციაც ყავთ და სახლობანასავით თამაშობენ და აი ამ ადამიანების მოგონილი რაღაც აბსურდული კანონებში უნდა დაემორჩილოს საზოგადოება, რაღაცა წარმოუდგენელ ამბავს. ხო, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიქტატურისკენ არც მკვეთ ნაბიჯებს ვდგამთ, ალბათ უკვე ვიმყოფებით დიქტატურაში და სურათი, რომელიც წინ მოჩანს, აი ბელარუსი ახსენეთ, ნამდვილად არის ძალიან მძიმე და უკვე ძალიან ხელშესახები. თუმცა მინდა, არ ვიცი, შეიძლება სანამ შემოვიდოდი ნაწილობრივ ამაზე ისაუბრეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, რომ აი მაყურებლისთვის ცხადი გავხადოთ ის, სადაც მოვედით ახლა, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის სიტყვის თავისუფლების უპრეცედენტო შევიწროვება ხდება. აი ამ ახალი და ინიცირებული დრაკონული კანონების საფუძველზე. თუმცა ეს არ დაწყებულა დღეს და გუშინ, ხო? ანუ ეს საკმაოდ, ასე ვთქვათ, ხანგრძლივი პროცესი იყო, რომელმაც ეტაპები გაიარა. აი რა ეტაპები გავიარეთ, როდის დაიწყო რეალურად უკუსვლა დემოკრატიის ამ ქვეყანაში და როგორ მოვედით აქამდე, იმიტომ რომ რეალურად აი ეს სამწუხაროდ ამაზე მიუხედავად რომ წლებია ვსაუბრობთ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ისე ცალსახად და მარტივად გასაგები არ იყო, როგორც ახლა ალბათ უმრავლესობა მაინც უკეთ ხვდება ამის შედეგებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შენარჩუნება, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა ხო მოქალაქის, რომ
ნებისმიერ პრობლემაზე, რომელიც მას აწუხებს, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური პრობლემები, უფლებადარღვევის შემთხვევები და ასე შემდეგ, ამ პრობლემებზე ხმა იმაღლოს და საზოგადოების დანარჩენ ნაწილს ხელისუფლებასაც გააგონოს თავისი ხმა და აი ეს ხმა გვეხშობა ახლა როგორ მოვედით აქამდე? დიახ, ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ ეს ხაზს უსვამს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურობა ნებისმიერი, ესე ვთქვათ, არადემოკრატიული საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ, ხო? ეს დაიწყო საკმაოდ დიდი ხნის წინ, ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიტაცებით, სასამართლო ხელისუფლების მიტაცებით, იმიტომ რომ ეს კონტროლის და ბალანსის სისტემა, რაც დემოკრატიის ფუნდამენტია, ხელს უშლის ყველა მთელი ძალაუფლების ერთი, ესე ვთქვათ, ძალის ხელში თავმოყრას, ხო? ეს დაიწყო მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი მოუწყობელი ხელში ჩაიგდო პოლიტიკურად მიკროზებულმა პირებმა, ხო? ეს დაიწყო მაშინ, როდესაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის თანამდებობაზე დაინიშნა ვითომ გაძლიერების მიზნით ადამიანი, რომელიც არ არის დამოუკიდებელი და ჩნდება კითხვები მასთან დაკავშირებით. ეს დაიწყო მაშინ, როდესაც სასამართლო ხელისუფლება, ასე ვთქვათ, ამ ვითომ ტალღების შედეგად, რეფორმების ტალღების შედეგად საბოლოოდ მაინც ხელში აღმოჩნდა, ხო? ეს დაიწყო მაშინ, როდესაც პროკურატურაში დაინიშნა, რა ვიცი, გენერალური პროკურორი, რომელიც არ არის დამოუკიდებელი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც სამოქალაქო საზოგადოება საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომლებზეც საუბრობს, ხო? მას მიაქცეს, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ყურადღება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ამ დამოუკიდებელი ინსტიტუტების დაკარგვით, თანდათანობით, რომლებიც ნელა და ჩუმჩუმად მიმდინარეობს, ჩვენ კარგავთ, ასე ვთქვათ, ყოველ ერთ დაცვის ხაზს, ასე ვთქვათ, ავტორიტარიზმისგან. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლო, ხო? ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, უზენაესი ორგანო კონსტიტუციურ დემოკრატიაში, ხო? რომელსაც უნდა შეეძლოს, ასე ვთქვათ, უკანონო კანონების გაუქმება, ხო? მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ახლა იმის მოლოდინი, რომ მაგალითად ამ კანონების გასაჭიროებით ვიღოთ რაიმეს, ხო? ამიტომ ეს ცვლილებები დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ, უკვე 10 წელია მიმდინარეობს დემოკრატიის ჩამოშლა, ინსტიტუტების ჩამოშლა და შესაბამისად აღარ არსებობს შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც წინ აღუდგებოდა ხელისუფლების ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ამ ცვლილებებს, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ყოველთვის ფხიზელი, სამოქალაქო საზოგადოების როლი დემოკრატიაში სწორედ ეს არის და სამწუხაროდ აქამდე მოვედით, მაგრამ ეს აღარასდროს აღარ უნდა დაუშვათ ამის განმეორება, როდესაც ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას. აუცილებლად და მე ამას სულ ვამბობ, რომ როგორც კი ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას, პირველივე დღეებიდან ჩვენ დავიყოთ ძალიან, ასე ვთქვათ, ყურადღებით, რომ არც ერთი გადაცდომა არ ეპატიოს ძალაუფლებაში მყოფ ახალ, ასე ვთქვათ, ჯგუფს, რომელიც წარმართავს პროცესებს ამ ქვეყანაში. თუმცა, გარდა იმისა, რომ აი რაღაცა საკანონმდებლო მიმართულებით ცვლილებები ხდებოდა და წლიდან წლამდე საკანონმდებლო ჩარჩო უარესდებოდა და ვისაუბრეთ სასამართლოს მიტაცებაზე და მთელ რიგ პრობლემებზე, რომელიც ინსტიტუციების გამართულად ფუნქციონირებას და დემოკრატიულად ფუნქციონირებას უშლიდა ხელს. ამის მიღმა ასევე, გარდა იმისა, რომ თქვა შეიძლება კანონი არ იყო გარკვეულ ეტაპზე იმდენად შემზღუდავი, პრაქტიკები ხდებოდა ძალიან ესეთი უფლებადარღვევის მწვავე გამოვლინებებით. მათ შორის ეს ყველაზე მწვავედ ჩანდა უმცირესობების უფლებების კუთხით და განსაკუთრებით უმცირესობების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება წლები აირღვევა. ხო, ჩვენ გვახსოვს 2013 წლის 17 მაისი, პრინციპში ხელისუფლების მოსვლისთანავე ქართულმა ოცნებამ პირველი რაც გააკეთა, ძალიან დემონსტრაციულად გვაჩვენა, რომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფისთვის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არ იქნება დაცული და ამას მოყვა შემდეგ წლები ამისთვის ბრძოლა ამ კონკრეტული ჯგუფის მიერ, მაგრამ ეს უფლება არათუ არ იქნა არასდროს რეალიზებული, არამედ პირიქით კიდევ და კიდევ უფრო მეტი შეზღუდვის წინაშე ვდგებოდით. ოღონდ პრაქტიკა მაშინ იმგვარი იყო, რომ კანონი კი არ გძალავდა რაიმე ტიპის შეკრებას, არამედ ეგრეთ წოდებული ხო აი ძალადობრივი რადიკალური ჯგუფების მოქცევის გზით ხდებოდა ხოლმე ამ უფლების ჩამორთმევა ფაქტობრივად და შემდეგ დაუსჯელობის სინდრომის გაზრდით, ხო?
ხო? აი ამაზეც სამწუხაროდ ვერ ვიღებდით საზოგადოების სათანადო რეაგირებას. დღეს უკვე ვართ ისეთ მოცემულობაში, რომ ის რაც უმცირესობებმა გამოიარეს წლების განმავლობაში, დღეს უკვე მთელ საზოგადოებას შეეხო და ალბათ ჯერ კიდევ არის საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ მას არ შეეხება, თუმცა თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ ეს ზრდადია ეს პროცესი და ყველას მიუკაკუნებს კარზე. აი რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ აქედან, აი ამ კომპონენტსაც როგორ შეაფასებდით, რაც ხოლმე ვისაუბრეთ? ეს მიუხედავს იმაზე, რომ კომპრომისი დაუშვებელია ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების მიმართ, რომელიც ან თუნდაც პრაქტიკის მიმართ, რომელიც ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს მიემართება და მათ ასე ვთქვათ სტიგმატიზებულად აღიქვამს და ასე ვთქვათ დისკრიმინაციულად ეპყრობა, ხო? იმიტომ რომ ფაქტია, რომ იმ თუნდაც 2014 წლის 13 წლის ასე ვთქვათ დარბევის შემდეგ ჩვენ მივედით იქამდე რომ არა ასე ვთქვათ უმცირესობების მიმართ ხდება ეს დარბევა, არამედ პოლიტიკური ნიშნით ხდება, ხო, ადამიანების დარბევა და ჩვენ აღარაფერი შეგვიძლია გარდა იმისა, რომ უწყვეტი პროტესტით გამოვხატოთ და შევეწინააღმდეგოთ ხელისუფლებას. ამიტომ ჩვენ დავისწავლოთ ის, რომ კომპრომისი დაუშვებელია, არც ერთი საზოგადოებრივი ჯგუფი არ იმსახურებს იმას, რომ იყოს მისი გამხატვის თავისუფლება იქნეს დარღვეული. გამხატვის თავისუფლება არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ სხვა რიგი ძირითადი უფლებებისთვის, სოციალური უფლებებისთვის. რატომ იყო ის, რომ თუნდაც შუქრუთელები, რომელსაც სახლები დაინგრათ, მათ გამხატვის თავისუფლებას უკრძალავდნენ, ხო? ამიტომ ხელისუფლება დაინტერესებული იყო იმით, რომ საზოგადოებას არ დაენახა ის უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, რაც პერიფერიულ რეგიონებში არსებობს, ხო? რატომ ააგზავნათ მათ კარვების დადგმის უფლება, რომ წვიმაში და სიცივეში ღამე გაეთიათ, ხო? ანუ საბოლოო ჯამში გამხატვის თავისუფლების გაუქმებით აკრძალვით ხელისუფლება ცდილობს იმას, რომ ჩვენ არც ერთ ძირითად უფლებაზე აღარ ვისაუბროთ, ხო, რა გვაწუხებს და ამის ჩახშობით ფაქტურად ანა და რამდენად მნიშვნელოვანი არის აი ამ ყველა პროცესში მედიის როლი და განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი. რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოებამ განსაკუთრებით რეგიონებში ზუსტი და სწორი ინფორმაცია მიიღონ, ტყუილი არ მოისმინონ, ტყუილი ინფორმაციის მსხვერპლია. ამ დროს ჩვენ ხედავთ, რომ წლიდან წლამდე ამ კუთხით უარესდება ვითარება, მედია კიდევ უფრო მეტად ვიწროვდება, კრიტიკული მედია არის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომელსაც არ აქვს წვდომა საერთოდ კრიტიკული მედიის მოსმენის კუთხით და ერთადერთი ინფორმაციის წყარო მათთვის არის სახელმწიფო მედიები ან საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც პირდაპირ ჩვენი ბიუჯეტით ფინანსდება და რომელიც ვალდებულია, რომ თითოეული მოქალაქის ხმა გააჟღეროს და არა პირიქით რაღაცნაირად სამხრივად და ტენდენციურად აჩვენოს სწორად და ტყუილის გარეშე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი არის დღეს ტყუილის მსხვერპლი. ამიტომ ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან და დიდი სოლიდარობა იმ ჯგუფს, რომელიც პერმანენტულად იბრძვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერებში მოქალაქის ხმის დაბრუნებისთვის და მე მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ერთიანი ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხაზი, რომელიც ყველამ უნდა გავაძლიეროთ, იმიტომ რომ თუკი ჩვენ დავიბრუნებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს იქნება მნიშვნელოვანი გარდატეხა პროპაგანდასთან ბრძოლის კუთხით და დიდი მადლობა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობენ, ურთულეს პირობებში უწევთ მათ მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან რთულია აი ამ პროცესში იყო ჩართული და იქ შეძლო და რაღაცნაირად იბრძოლო და იმუშავა და მათზე არის ახლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ რაღაცნაირად ბოლომდე სწორად მიიყვანონ ეს პროცესი და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მათთვის. სოლიდარობა ბატონ ვასილ განსაკუთრებით, რომელიც ყველა ეთერს იწყებდა ბოლო პერიოდში მზეამაღლობელისადმი გამოხატული სოლიდარობით და სწორედ ამის გამო შეუზღუდეს მასაც შესაძლებლობა, რომ ესაუბროს თავის მაყურებელს. ცოტა ხანში ალბათ ბატონი მდინარაძე გადაგვიწყოთ, როგორი უნდა იყოს ჟურნალისტიკური ეთიკა საქართველოს. მე როგორც ვიცი, შემდეგი ბლოკი უშუალოდ ამ თემაზე გვაქვს ხო მედიის კიდევ უფრო მეტად შევიწროებაზე, ამიტომ ამაზე ისე ვთქვათ სიღრმისეულად აღარ გავამახვილებ ახლა ყურადღებას, მაგრამ აი მინდა რომ შეკრების და მანიფესტაციის კუთხით, აი კონკრეტულად ახლა ახალი დაინიცირებული კანონები რა გვიზღუდავს, აი ძალიან პრაქტიკულად გასაგებ ენაზე რომ აუხსნათ მაყურებელს, აი შეგვიძლია თუ არა ისევ ისე მშვიდად აუღელვებად, მშვიდად რას ნიშნავს გაბრაზ
დაზებულები კი ბატონო და პროტესტის გამოსახატად, მაგრამ გავიდეთ აქციაზე სპონტანურად და ვიცი რომ ამასაც ემუქრება საფრთხე და იქ რა შეიძლება თქვა რა უნდა გავითვალისწინოთ ისი თქმა არ შეიძლება რა თქმა უნდა წინააღმდეგობა მოიცავს რომ რასაც გვიკრძალვა სპონტანური აქციის დაგეგმვა ძალიან საინტერესო წინადადებაა. ესე იგი როგორც წეგან აღვნიშნეთ ეს კანონები ცვლილებები შედის რამდენიმე კანონში. პირველ რიგში შეგვიძლია დავიწყოთ სისხლის სამართლის კოდექსით, რომელშიც შედის ახალი ქმედების კრიმინალიზება ხდება ფაქტიურად. ეს არის საჯარო მოხელის ან თანამდებობის პოლიტიკური თანამდებობის პირზე ძალადობის მუქარა ან თავდასხმა და ამისთვის გათვალისწინებულია 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, შემდეგ მამებს აქვს დამამძიმებელი გარემოებები. თუმცა თვითონ ამ სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრობლემური არის თვითონ ის, რომ არ არსებობს არც ერთი ბერკეტი სასამართლო თუ პროკურატურის თვალსაზრისით, რომელიც ასე ვთქვათ შეაკავებდა ამ განმარტების ასე ვთქვათ ჩარჩოებში მოქცევას. ხომ ეს ბლანკეტური აკრძალვა და თქვათ ამაში ნებისმიერი ქმედების მოქცევა შეუძლია თუნდაც პროკურატურას და შემდეგ ამას სასამართლო გაიზიარებს, ხომ? ამიტომ არის ეს ცვლილებები ძალიან საშიში. ასევე ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართლებრივთა კოდექსში და პატიმრობა, ადმინისტრაციული პატიმრობა 15 მაქსიმალური 15 დღიდან იზრდება 60 დღემდე, ხომ? რაც თითქმის არ ვიცი არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის ესეთ ავტორიტარულ რეჟიმებშიც კი იშვიათი არის მაგალითი არის როგორც გავიგე 30 დღე და თუ არ ვცდები და 60 არის ჩვენთან ყველაზე მაღალი. და ფაქტიურად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული სხვა ცვლილებების სისტემური ანალიზი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტიურად სისხლის სამართლის ასე ვთქვათ სტანდარტის გვიდგება ასე ვთქვათ რეჟიმი და მოგვთხოვს რომ ასე ვთქვათ სამართალდარღვევების ჩადერის შემთხვევაში ბევრად უფრო მძიმე ფინანსური ჯარი შეიძლება დაგეკისროს, ვიდრე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი დანაშაულის მიმართ, ხომ? და ეს ცვლილებები ასევე ეხება გამხატვის დაშეკრების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებას, მაგალითად შემოდის ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ საჯარო მოხელის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ ესე ვთქვათ შეურაცხყოფა, რაც ვიცით რომ ძალიან როგორ შეიძლება განიმარტოს, ხო? შეიძლება მიიღოს რაღაც ნებისმიერი კრიტიკული სიტყვა მის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმული საჯაროდ და შეიძლება Facebook-ის საშუალებითაც, ხო, სოციალური ქსელის საშუალებითაც ჩაითვალოს, რომ ეს არის შეურაცხყოფა. ნუ აი მაგალითად რომ ვამბობთ ხოლმე რომ ესენი არიან რუსები და მონები, შეიძლება ამის გამო დავისაჯოთ. იმიტომ რომ არის სასამართლო, რომელიც ობიექტურად სამართლიანად მიუკერძებლად განმარტავდა სიტყვიერ შეურაცხყოფის ფაქტებს, რა შეიძლება მასში მოიაზრებოდეს, ხო? ამიტომ არის ეს ცვლილებები ძალიან საშიში და ამიტომ ცდილობენ ისინი ამ ასე ვთქვათ კანონების მიღებას, ხო? ასევე იკრძალება ასე ვთქვათ კონსტრუქციების მიღება, ხო? დადგმა შეკრების ასე ვთქვათ ფარგლებში. მაგრამ ეს არის მაგალითად კარვების დადგმა, ხო? ეს ასე ვთქვათ ჩანაწერი იგეგმებოდა ჯერ კიდევ 2023 წელს, როდესაც ეუთოდილმა თქვა, რომ არ დაუშვებელია და არადემოკრატიულია კარვების დადგმების საკრძალვა. და აი ეუთოდი ახსენეთ და სახალხო დამცველის ფუნქციასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ რა როლის შესრულება შეუძლია მას ახლა, იმიტომ რომ ვიცი რომ აქტიურად ადვოკატირება მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოებაში ახლა ბოლო დღების განმავლობაში რომ სახალხო დამცველს ეს კანონპროექტები წარედგინა, ხო, ეუთოდისთვის და წარადგინა, როგორც რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს ამ პროცესისგან? დიახ, სახალხო დამცველის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მას შეუძლია ძალიან ეს არის რეპუტაციით აღჭურვილი ორგანო ადამიანის უფლებების დაცვაზე მიმართული წესით და მას ევალება რომ საერთაშორისო მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების წინაშე ძალიან ხმამაღალი, ძალიან კრიტიკული იყოს იმ უფლებების დარღვევის სისტემური პრაქტიკების კრიტიკის თვალსაზრისით რომ მიიღოს მაქსიმალური ესე ვთქვათ ზეწოლა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომლის წევრიც არის საქართველო და აიძულონ ხელისუფლება რომ მოიქცეს დემოკრატიულ ფარგლებში. მაგრამ ფაქტია რომ ესე ვთქვათ დასუსტებული ეს მექანიზმებიც ინსტიტუტიც და რთულია რომ მისი ესე ვთქვათ გქონდეს რომ სამწუხაროდ ძალიან მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფოს აპარატში ნამდვილად ბევრი ღირსეული თანამშრომელი მუშაობს და ალბათ მათივე
ზეწოლის შედეგიც არის შეგვიძლია ვივარაუდოთ ის რომ სახელმწიფომა ახლა ეს ნაბიჯი გადადგა თუმცა რამდენად ჯერუნად მიყვება ამ პროცესს ეს მაინც მასზე არის დამოკიდებული და რომც ეს თქვა სახელმწიფოს მხრიდან წავიდეს სწორად ეს პროცესი და უთოოდირმა საბოლოო ჯამში თქვა ის დასკვნა დადოს რომელიც დასადებია აქაც გვაქვს პრობლემა რომ საერთაშორისო ინსტიტუციებისადმი ანგარიშვალდებულების განცდაც ჩვენს ხელისუფლებას აღარ გააჩნია ფაქტობრივად. როგორც უკვე თქვი, კარვების აკრძალული, ესე ვთქვათ, შესახებ ინიციატივა 2023 წელს გაჩერდა მაშინ, როდესაც ჩვენ ველოდებოდით ევროკავშირის სტატუსის მონიჭების გადაწყვეტილებას და ამიტომ დიდი ზეწოლის შედეგად ეს ცვლილება, ესე ვთქვათ, გაჩერდა და პრეზიდენტმა მეტოდა ამ ცვლილებას და აღარ დაიძლია, მაგრამ ახლა როდესაც ხელისუფლებამ ფაქტიურად, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ფაქტიურად, ესე ვთქვათ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას დატოვა იმის გამო, რომ მანდატები დატოვა იმის გამო, რომ არ შეესრულებინა ის ესე ვთქვათ ძალიან კრიტიკული მნიშვნელობის რეკომენდაციები, როგორც არის მათ შორის ესე ვთქვათ დამნაშავების წამებაში დამნაშავე პირების დასჯა და ამ წამების ფაქტების შეჩერება, ხო? სამართლიანი საარჩევნების ჩანიშნა და ჩატარება, ხო? აი, როდესაც ვხედავთ, რომ ხელისუფლება აღარ ემორჩილება ასეთ რეკომენდაციებსაც, ხო? და უკვე დაძლეულია ის ეუთოოდირის მაშინდელი შეფასებას და უკვე ახლა კანონში თავიდან წერება. ნაცვლად იმისა, რაც გამოესწორებინათ ის შეფასება აუარესებდა. ეფექტი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ და სახალხო დამცველობა თუნდაც არ უნდა გავაგრძელოს ნებისმიერი არსებული მექანიზმის გამოყენება. აი, ზუსტად ეს მაინტერესებს, აი რა ბერკეტები გაქვთ მათთან საბრძოლველად, იმიტომ რომ კანონის მიღებას რეალურად არაფერში არ ჭირდებათ. ისედაც მიღებთ თვითონ რასაც უნდათ, ამას აკეთებენ. კანონის გარეშეც მაინც განახორციელებენ მსგავს პრაქტიკას. აკეთებენ ყველაფერს რაც უნდათ. აი თქვენ კოლეგებს რა ბერკეტი გაქვთ ხელში, რომ აი ეს პროცესი, აი ამ კანონების ყველანაირი კანონის ჭრილიდან გასულ პროცესში რაღაცნაირად მართოთ და უბრალოდ შეეწინააღმდეგოთ. დიახ, როგორც უკვე ვთქვით, ეს არის ლეგალური რეპრესიის გამოვლინება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თუ შევასრულებთ ნებისმიერ, ასე ვთქვათ, ახალ კანონს, რომელსაც ხელისუფლება მიიღებს ზედმიწევნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ახალ ადაპტაციას არ მოახდენენ ამ კანონების, ხო? რასაც ვერ გავექცევთ, ხო? სანამ ჩვენ წინააღმდეგობის მოძრაობაში ვართ, მანამდე ისინი ეცდებიან, რომ მუდმივად ახალი კანონები დაგვიპირისპირონ, ხო? ანუ შეუძლებელია, რომ ასე ვთქვათ, ამ კანონებს გაექცე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მუდმივი წინააღმდეგობა, ისე მშვიდობიანი ფორმით გაფართოვდეს ეს პროტესტი ჩვენ გამონახოთ. თუმცა ეს მშვიდობიანი ფორმითაც შესაძლებელია უფრო რადიკალური პრომწვავე, ანუ არაძალადობრივი, მაგრამ რადიკალური ფორმების გამოყენება, რომელიც უფრო მეტად რაღაც მკვეთრ შედეგებს გამოიწვევს, იმიტომ რომ სამწუხაროდ უკვე იქამდეც მივედით, რომ აი რაღაც ჩვენი სისტემატიური სიარული, მაგალითად რუსთაველზე, ანუ ჩვენ მიერ ჩატარებული მარშებიც აღარ რეზონირებს, ანუ ხელისუფლებისთვის. მე არ ვიტყოდი ამას, იმიტომ რომ მე ვუსმინე მამუკა მდინარაძის ბრიფინგს, როდესაც მან თქვა, რომ ქვეყანას მიადგა ეკონომიკური ზიანი იმის გამო, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს სასაცილოა, რომ ჩვენი პროტესტის გამო მიადგა ზიანი, მაგრამ ეკონომიკურ შედეგებს უკვე გრძნობს ხელისუფლება იმის გამო, რომ ეს არ აწყობთ, რა თქმა უნდა, ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მაქსიმალურად მშვიდობიანად, როგორც უკვე ვთქვით, ისეთ მწვავედ ეს პროტესტი არ დავნებდეთ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს, შეუძლებელია, რომ ახალი კანონების შესრულებით ჩვენ იმედი გქონდეს, რომ კიდევ ახალს არ მიიღებენ და სრულად აბსურდულ რაღაცებს არ აკრძალავენ, საერთოდ გამოსვლასაც არ აკრძალავენ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არ შევეგოთ, არ მოვახდინოთ ამ ახალი კანონების ლეგიტიმაცია, იმით რომ ჩვენ ვითომ ვემორჩილებთ, ხო? ამიტომ გავაგრძელოთ ის მტკიცედ ბრძოლა და ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებთ შედეგს. სხვა გზა ნამდვილად არ გვაქვს, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცნაირად გაფართოვდება ისევ და ისევ ლაშას, ასე ვთქვათ, ამბავი მინდა მაგალითად მოვიყვანოთ, რომ მაშინშილობა გამოაცხადათ. ძალიან ამაღელვებელი. ამაღელვებელი იყო და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ისეთი ნაბიჯი იყო, მძიმე, გაბედული ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ რაღაცნაირად საზოგადოებას რეგიონში გააგებინოს, რომ მნიშვნელოვანია მათი ხმის ამოღება და ლაშამ ნამდვილად მიაღწია ამ მიზანს, ძალიან სწორი დაკვეთა გამოგვიგზავნა
გაგვარნა ასე ვთქვათ საზოგადოებას და ამაზე რეაქცია დაინახა თბილისიდანაც და დმანისელების მხრიდანაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მე ვფიქრობ რომ დმანისი მართლაც ღირსეულად მოინიშნა პროტესტის რუკაზე ქვეყნის მასშტაბით თუმცა მე არ ვისურვებდი შიმშილობის როგორც პროტესტის ფორმის გავრცელებას და ძალიან ვისურვებ რომ აი აქ დასრულდეს და ვიზრუნოთ მაქსიმალურად რომ ახლა ვინც შიმშილობს ეს ადამიანები მათი უსაფრთხოება მათი ჯანმრთელობა დავიცვათ მაგრამ აი ნამდვილად და ეს არის ის განწყობა რომელიც ყველას გვაერთიანებს ვისთანაც მისაუბრია ჩვენს თანამებრძოლებთან და ნამდვილად არ გვინდა რომ ეს ფორმა გახდეს უფრო ისეთი პოპულარული იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება თითოეული თანამებრძოლი ცოცხალი ჯანმრთელი ჩვენს გვერდით ფიზიკური მედეგობა არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისთვის რომ ჩვენ შევძლოთ ბრძოლის გაგრძელება თუმცა რა თქმა უნდა შესაძლებელია სხვა ფორმების შემოტანა ბრძოლაში და გაფიცვების კუთხით გარკვეული ნაბიჯები არის გადადგმული და სამწუხაროდ ამ კუთხითაც დიდი გამოცდილებები არ გვაქვს ქვეყანაში მაგრამ ისევ როგორც ძალიან ბევრ რამეს ამასაც ახლავს სწავლობთ და იმედია რომ აი ეს რეპრესიული პოლიტიკა რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით კარგი ასე ვთქვათ საწვრთნელიც იქნება ჩვენთვის იმისთვის რომ საბოლოო ჯამში როგორც სამოქალაქო საზოგადოება კიდევ უფრო გავძლიერდეთ და გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლო ფორმა პროტესტის რომელიც მიზნამდე მიგვიყვანს რაც ძალიან მნიშვნელოვანია კიდე რასაც ვატყობ და არაერთხელ მithქვამს ამის შესახებ ამ აქციებზე ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ადამიანები და ძალიან ბევრი სფეროს წარმომადგენლებს გარკვეულად რაღაცა შეიკრიბნენ ადამიანები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რომლებიც ფიქრობენ იმაზე თუ როგორ უნდა განვითარდეს როგორ უნდა შეიცვალოს სისტემურად მათ პროფესიაში ასე ვთქვათ ძალიან ბევრი რაღაცა და ძალიან კარგი გეგმები აქვს მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს არაჩვეულებრივი ასე ვთქვათ ხედვები აქვთ სხვადასხვა მიმართულებით და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია სულ ვამბობ რომ ალბათ სულუკიანს მადლობა უნდა უთხრათ იმისთვის რომ კულტურას ასე დააცხრა თავზე რომ რაღაცნაირად ასე გამოხიზლებულიყო და ახალი სქემები და ახალი სისტემები შეექმნათ მათ და მე დარწმუნებული ვარ რომ ამის დრო აუცილებლად მოვა რომ ჩვენ სისტემის გასწორებაზე ვისაუბროთ მაქსიმალურად მშვიდობიანად უსაფრთხოდ და წარმატებით და იმედი მაქვს ამ ერთობის რომელსაც მართლა ყოველდღიურად გრძნობ საზოგადოებაში გრძნობ რომ ჯგუფები რომლებიც არ ვიცი ერთ მაგიდასთან დასხდომასაც თავს არიდებდნენ ზოგჯერ იმიტომ რომ გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ ახლა ისინი ერთად მხარ იბრძვიან იმიტომ რომ ძალიან ცალსახაა სად არის მტერი სად არის სიმართლე და რა გვაერთიანებს ყველას და შემდეგ როდესაც მივახცევთ ამ მიზანს შემდეგ შეგვიძლია უკვე უფრო ნიუანსურ განმასხვავებელ საკითხებზე ვიმსჯელოთ ვიდისკუსიოთ ვიჩხუბოთ ვიკამათოთ აუცილებელია ეს ჯანსაღი პროცესი არის დემოკრატიული საზოგადოების დიდი მადლობა დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ ახალი რეპრესიული კანონების შესახებ საუბარს. Უბრალოდ გვეყოლება კონსტიტუციონალისტი კონსტანტინე ჩოკორაი, ასე რომ დაგველოდეთ.